კვლავ განაგრძობს მოწყობილობას გადაცემით ახალგაზრდობის ზოლი. დღევანდელი გადაცემის წამყვანები კვლავ უსხელავდნენ მარიამ გაგაძე და ჩემი თანაწამყვანი ესმა გუმბერძე გახალხს. ესმა კვლავ სკაიპის საშუალებით შემოგვეცდება და ეს წაიყვანს დღევანდელ გადაცემას. ჩვენს მაყურებელს ვთხოვთ აქტივირებას და გაგაცნობთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 2388 ხოლო სკაიპის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და შეკითხვები და ჩვენ შევეცდებით ამოვწურავთ გიპასუხოთ თითოეულ შეკითხვაზე. ეს მარხარ? მოგესალმებით, დიახ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხზე ვსაუბრობთ და ნამდვილად ახალგაზრდობზე, კერძოდ კი სტუდენტებზე. დაახლოებით 1 წელზე მეტი ხნის წინ თესეულში თითქმის ამ პერიოდს დაიწყო საპროტესტო მოძრაობა, რომელიც თავიდან დაკავშირებული იყო კანცლერის ან ფინანსური დირექტორის დანიშვნასთან. შემდეგ გაჩნდა სხვა მოთხოვნებიც, როგორიც თვითმმართველობის სტუდენტების თვითმმართველობის გაუქმება, იქნებოდა ეს თუ მისი რეფორმირება. შემდეგ ეს პროტესტი გავრცელდა, გაძლიერდა, მას ასევე მოყვა სოლიდარობის კალთების სხვადასხვა საზოგადოებრივი ფენებისგან დიდი გამოხმაურება საზოგადოებაში. რაც ყველაფერმა ამოქმედი სტუდენტების კონსოლიდაცია გამოიწვია და ჩამოაყალიბა ახალი სტუდენტური მოძრაობა, რომელსაც დღეს აუდიტორია 100 მეტი ჰქვია. დღეს ჩვენს გადაცემაში სწორედ ამ მოძრაობის 3 აქტივისტი გვყვანან და ისინი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით გიორგი აროდელიძეს, ლევან მოციქულიძეს და კესო ჭინჭარაძეს. მადლობა გადაცემაში მოგზაურობისთვის. მოდით დავიწყოთ ესმა პირველი შეკითხვით, გავაცნობთ ეს აუდიტორია მაყურებელს და ყველაფერი რით დაიწყო ამის შესახებ ვისაუბროთ შეიძლება. ლევან მოციქულიდან დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი მადლობა მოწვევისათვის, განსაკუთრებით სასიამოვნო არის ეს გადაცემაში სტუმრობა თქვენი მოგონების გამო და თქვენი გადაცემის შინაარსის გამო. იოსალმი ჩემს უძველეს მეგობარს, უძველესი დროიდან ჩემს გაცნობს ვირთმას ესმას, მიხარია რომ ის განაგრძობს წისვლას და უკვე ევროპის ერთ ქვეყანაში სწავლით არ შემოიფარგლებდა და უკვე აღმოსავლეთ ევროპის და ბალკანეთის სიმაღლეებსაც იპყრობს და კიდევ უფრო მეტ წარმოებას გისურვებთ ვირთმას, რომ ეს მოკლედ შესავალი. მე მინდა და მაყურებელს აი ჩვენ შემადგენლობაზეც ვთქვა, თქვენ ხედავთ ესოს სტუმარს, დღევანდელი გადაცემის კესოს ხაკალარო საფეხური სტუდენტი არის, გიორგის მაგისტრო საფეხური სტუდენტი გახლა, მე სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. ეს მიადებული ადამიანები მაყურებელს მე ამითი გასწრებდა ხალხს თავისუფლად, აუდიტორია 115 არ არის, ხოლო რომელიმე კურსზე, რომელიმე ფაკულტეტზე, რომელიმე ერთ მიმართულებაზე ჩაკეტილი მოძრაობა. ეს მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა საფეხური სტუდენტებს, სამაგისტრო სადოქტორო სამოქალაქო საფეხური სტუდენტებს და აერთიანებს რაც მთავარი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. მართალია ჩვენ ძირითადად კონცენტრირებული ვართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მაგრამ ჩვენს წრეებს შორის მრავლად არიან სხვა სასწავლებლის სტუდენტები. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულება ესაა უკვე ახსენა, რითი დაიწყო ყველაფერი, რა მოთხოვნებით დაიწყო ყველაფერი, მაგრამ ამჟამად ჩვენ გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტი. ერთის მხრივ ჩვენ ვითხოვთ ხელმისაწვდომი ხარისხით განათლება და ძალიან ფუნდამენტურ და რადიკალურ რეფორმას განათლების სისტემაში და მეორეს მხრივ ჩვენ ჩვენს მოვალეობად მივიჩნევთ, რომ დაჩაგრულ, გარიყულ, ოცვარ, როგორც იმათ ისე დაარქვით, სოციალურ ჯგუფებს გადავუწყობთ სოლიდარულად. იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი რაღაც კეთილი განსხვავება და ჩვენ არ ვართ კეთილი სამართლებრივი და რომელიღაცა სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომ აი ვიღაცას ეხმარებით და ვერგით უდგავართ და კაი ხალხი ვართ და ამის გამო დაში დაგვიკარგა. არ მეგობრებო, ჩვენ ვართ აი ამ სოციალურად გაჭირვებული ფენების წარმომადგენლები. ჩვენი მშობლები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი ირგვლივ მყოფი ადამიანები სწორედ ამ სოციალურ ჩახრაში ცხოვრობენ. ჩვენც ამ სოციალურ ჩახრაში ცხოვრობთ. ვიღაცა იმიტომ ცხოვრობს სოციალურ ჩახრაში, რომ შესაბამის შემოსავალი არ აქვს. ვიღაცა იმიტომ ცხოვრობს სოციალურ ჩახრაში, რომ ადაპტირებული გარემო არ აქვს. ვიღაცა იმიტომ ცხოვრობს სოციალურ
სოციალურ ჩამორაში, რომ არც დაგმირებული გარემო და არც სოციალურად უზრუნველყოფილი. ვიღაცა მხოლოდ იმიტომ იჩადრება, რომ ქალია და ასე შემდეგ. უამრავი ჩაგვრის უამრავი ფორმა არსებობს და ამის სხვები თითოეული ჩვენგანი. ვინც არ აი დავასრულებ ეს მაგუსებს და მეც აღარ შეგაწუხებ. ყველა ამ ჩაგვრის ნაწილი ვარ, ვინც ელიტას აღებდა. და ასე აუდიტორიას თავის დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ იმისთვის რომ უფრო ხარისხიანი განათლება გქონდეს და გარეგეფირების სისტემა არსებობდეს უნივერსიტეტში, უფრო ხელმისაწვდომი იყოს განათლება და ნაკლები გადასახადი ღირდეს რიგითი სტუდენტისთვის და რიგითი გაჩვენებული ადამიანისთვის სწავლა. ვირუსით იმისთვის, რომ განათლების სისტემები და უნივერსიტეტები იყოს უფრო დემოკრატიულად ორგანიზებული და იქ არ არსებობდნენ საპოლიციო და სხვა სტრუქტურები. მეორეს მხრივ მუშებს, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს და ქალებს და სხვა ყველა დაჯერებულ სოციალურ ჯგუფს უდგებარ თავის ფროდაში. უკაცრავად. ძალიან საინტერესო იყო ზუსტად აი მემამარველების მიერ გამოცხადებული სოლიდარობა მაშინ ამ სტუდენტების პროტესტის თარგმნა. ყველა შემთხვევაში მინდორს ისეთი კითხვა, რომ რატომ შეიძლება აინტერესებდეს თქვათ იგივე მუშას მემამარველს უნივერსიტეტში თვითმმართველობა თქვათ იარსებებს და იარსებებს როგორ იქნება იგივე დაფინანსების საკითხები და ასე შემდეგ და როგორ მოხდა ამ ადამიანების ჩართვა ამ პროცესში, როგორ ახსნით თქვენ ლევან ამ სოლიდარობას? მე შეიძლება ერთი წინადადებითი პასუხობ და მე გიორგის ვთხოვ ახსოვს თქვენ მეგაბრებს ამაზე პასუხი როგორ მოხდა და ჩვენ არ ვართ ის სტუდენტები ეს ადამიანები რომლებიც ეხლა დავედით ასპარეზს 2012 წლამდე იყავით მუშაობით ჩვენ რაღაც თემებზე და ნუ ჩვენ ინტენსიური კავშირი გვაქვს წლებია აი ამ ინდუსტრიულ ცენტრთან ჩვენი მეგობრები არიან იქიდან შესაბამისად, როდესაც მათ ჯერჯერ 2010 წელს დაუჭირდა, მაშინ ჩვენ მივიჩვენეთ ჩვენს მოვალეობას, რომ ჩვენი მეგობრების მშობლებისთვის დაგვეხადა სოლიდარობა. მაგრამ მე მივხვდით, რომ ყოველდღე არის საუბარი მშობლიშვილის კავშირის და საერთო პრობლემები ბევრი გვაქვს, ხო? რადგან უჭირთ ჩვენს უჭირთ ისის გადაჭრილი ხოს გადასახადებს, ჩვენს გადაჭრილი ხოს გადასახადებს. იმათაც ვიღაცა ბოლბოლა იმის წარმოადგენელი ჩააგრავს ჩვენს და აი ეს კავშირები რა ვაყარეთ და უკვე აი სანამ აუდიტორია დაფუძნდებოდა თებერვლის თვეში იყო გაფიცვა ტყიბულში რომელშიც აუდიტორიის წევრები რომლებიც ჯერ ერთი კოვიდის ქვეშ არ ვიყავით გაერთიანებული იქ ვიყავით ვიბრძოდით ასე რომ ის მუშები ციდან არ ჩამოვარდნილად და მოულოდნელად არ მოსიყვანთ იქ წლებია ჩვენ აი ამ გაჭირებულ ჯგუფთან ერთად ვიბრძვით და მათი ხმის გაგონებას ვცდილობთ საზოგადოებას. ახლა გიორგის უნდა ვკითხო ზუსტად აქედან გამომდინარე რომ აი აუდიტორიაც და თვითონ ეს საპროტესტო მოძრაობაც ერთ-ერთ ადაწყებულა და ამასაც მინდა რომ ვკითხოთ გიორგი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და რა ხდებოდა თვითონ ამ პროტესტამდე იმიტომ რომ სავარაუდოდ მანამდე გროვდებოდა ეს უკმაყოფილება და მხოლოდ ერთი განცდების ერთი თვითმმართველობის საკითხი არ იყო ის რამაც ამდენი სტუდენტი მაშინ რამდენიმე ასეული გამოიყვანა და ეს რამდენიმე ორი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს პროტესტი გრძელდებოდა და შემდგომ კიდე თვეების განმავლობაში უკვე შემოდგომაზე მეექვსე კურსის დაკავება. პირველ რიგში მეც მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. ბუნებრივია ლევანმა უკვე აღნიშნა, რომ აუდიტორია 115-ის შექმნას წინ უძღოდა მთელი რიგი მოვლენები. ბუნებრივია ის პრობლემები, რომელზეც ახლა დღეს აუდიტორია 115 საუბრობს, ერთ დღეს არ დაჩენილა და ეს წლების განმავლობაში იფრინდა თავს. და ჩვენ საზოგადოებასაც კარგად ახსოვს მთელი რიგი პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა აუდიტორია 115-ის შექმნამდე. ახსოვს სტუდენტები ითხოვდნენ ქართულად თარგმნილ ლიტერატურას, გვახსოვს თუნდაც იგივე სტუდენტურ თვითმმართველობასთან დაკავშირებით გამართული სხვადასხვა პროტესტები და ასე შემდეგ. და ბუნებრივია ამ ყველაფერმა თავი მოიყარა და ფიქრობ იმ სტუდენტების განსაკუთრებული აქტიურობით, რომლებიც ჩაუდგნენ ამ მოძრაობას, ჩაუდგეს ამ მოძრაობას საფუძველი, მოხდა ის დიდი სტუდენტების კონსოლიდირება და საბოლოოდ მივიღეთ აუდიტორია 115
პროექტი, რომელიც პრინციპში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, წინაკითხვაში უკვე გახსნა უნივერსიტეტი და გარდა იმისა, რომ აუდიტორია 115 აქცენტებს აკეთებს ერთის ხელმისაწვდომი ხარისხიან განათლებაზე, ასევე ჩვენ საუბრობთ იმ სოციალურ უფლებებზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო სამწუხაროდ ვერ უზრუნველყოფს და აქვე გამოვეხმაურები წინაკითხვას. ლევონმა სწორად აღნიშნა, რომ სოლიდარობა აუცილებლად წარმოშობს სოლიდარობას და ეს ყველაფერი ბუნებრივია ის პროცესები, რომელიც უნივერსიტეტში ვიხილეთ, ის რომ იქ იყვნენ ადამიანები ტყიბულიდან, ჭიათურიდან, იყვნენ რკინიგზიდან და ასე შემდეგ, სწორედ ეს არის იმის შედეგი, რომ ადამიანები ლევანი, კესო, სხვები წლების განმავლობაში მხარში უდგანან ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჩაგრულ ფენას. აი როგორ შეიქმნა თვითონ ეს აუდიტორია, როგორ იყო მიმდინარეობდა დიდი საპროტესტო მოძრაობა და თქვათ როგორ შეიკრა ეს გუნდი ახლა ვინც ხართ და ასე შემდეგ ამაზეც რომ გითხრათ ანუ ესე წინასწარ დაგეგმილი იყო რომ ჩვენ ვაფუძნებთ რაღაცას თუ უფრო სპონტანურად შეიკრა ამაზეც რომ გითხრათ ხო, მოკლედ ბუნებრივია რიგი სტუდენტებს დაწყებული ჰქონდათ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც არსებობდა უნივერსიტეტში, თუმცა არ ხდებოდა ამის მასობრივად გაშუქება. და ბუნებრივია იყო იმის მცდელობები აუდიტორია 115-მდეც, რომ დაწყებულიყო ის პროცესები, რომელიც უკვე საბოლოოდ დაიწყო მარტში. თუმცა მარტში მოხდა ის, რაც ალბათ ჩვენს უახლეს ისტორიაში ძალიან ცოტა შემთხვევა ასეთი, როდესაც სტუდენტები გამოვიდნენ და მოითხოვეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლება. იქ ბუნებრივია საუბარი იყო კანცლერის საკითხზე, თვითმმართველობის საკითხზე და ასე შემდეგ, თუმცა აუდიტორია 115-ის პირველივე აქციიდან აი იმ კონკრეტულ მომენტში მნიშვნელოვან თემებს მუდმივად გასდევდა ასევე თან მოთხოვნა განათლების ფუნდამენტური რეფორმის და ბუნებრივია ეს იყო ერთის მხრივ სპონტანური, იმიტომ რომ კონკრეტულმა თემამ გამოიყვანა ადამიანები და შეძლო ამ დიდი საპროტესტო მუხტის შექმნა, თუმცა შემდეგ გამოსულმა ადამიანებმა უკვე გააცნობიერეს და გავაცნობიერეთ ის, რომ მხოლოდ ერთი პერსონის თუ მხოლოდ ერთი სტრუქტურის რეფორმირება არაფერს არ იძლევა და დავიწყეთ უკვე სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე მუშაობა. აი თქვენ გამოხდით აქციებში მთელი ამბავი იყო ზარბერის მომენტები ეს მაგრამ ის ხო იყვნენ ადამიანები, ვინც არ ჩაერთვა ამ პროცესში და მათ ფაქტობრივად სწავლა შეწყდა ხო იმ პერიოდში. აი იმათი მომენტი და სწავლის პროცესი რომ ჩაიშალა, აღარ მიდიოდა მათი განათლების წინსვლა რაღაცა. აი ეს რა ხდებოდა? ეს ხო მათი უფლებების დარღვევაა. მოდი კესო შეგუბას შეიძლება. ისინი რას მოხდა? ამ შემთხვევაში რა საკითხია? მოსასწავლებლად აუდიტორია 15-ის დროს მარტის პერიოდში ეს აქციები რომ დაიწყო, მსოფლიოში არის ძალიან ნაცნობი მეთოდი პროტესტის. იქ შეიძლება დროებით შეცვლა სწავლა, მაგრამ იქ ვინც ვიყავით, ყველანი ვაცნობიერებდით, რომ კი შეიძლება დროებით ეს ცუდია, მაგრამ გავდივართ უფრო გრძელვადიან გეგმებზე, გრძელვადიან პერსპექტივაზე, რომელსაც წესრიგმა გამოიწვია სასიკეთო ცვლილებები, რომელიც შემდეგ აისახებოდა მომავალში და დამკვიდრდებოდა ეს უკეთესი პრაქტიკა. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში, რომ ის პროტესტი ყოფილიყო, რადგან შემდეგ უკეთესი შედეგი მიიღო. ხო, მაგრამ ამ ხო ძალიან დიდ ხანს გასტანა, მოვიდევრად დიდი თვეების და კი, შემდეგ უკანასკნელად რენეს კორპუსის დაკავება მოხდა, მით უმეტეს, რომ მაშინ უკვე ძალიან ხანგრძლივ პერიოდზე იყო საუბარი და რამდენიმე თვის განმავლობაში რენეს კორპუსში სწავლის პროცესი სრულიად შეწყვეტილი იყო ამ მოძრაობით. კი, 3 თვის განმავლობაში იყო დაკავებული რენეს კორპუსი, თუმცა ამას ბოლომდე ჩვენ ბრავად ვერ ჩავთვლით, იმიტომ რომ მთავრობიდან არ იყო მზაობა იმისთვის, რომ დროზე მოეგვარებინათ პროცესები და კომპაქტურად უფრო სწრაფად მომხდარიყო ყველაფრის ჩაცნარება. ჩვენ
ვცდილობდით, იმიტომ რომ დღესაც მიგვაჩნია და მაშინაც მიგვაჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს ვეხებოდით, რომელიც აუცილებლად არის შესაძლებელი, ახალ კანონპროექტი დარეგისტრირებულია ველოდებით, როდის დაიწყება განხილვები და შემდეგ როდის უკვე მიიღებს პარლამენტი ამ კანონპროექტს, თვითმმართველობასთან დაკავშირებით და ასე სხვა საკითხები არის იქ. თუმცა, ხო, ბოლომდე ჩვენი ბრალი არ ყოფილა რამდენ ხანს შეიძლება ესო ძალიან საინტერესო აქცენტები დასვა. რაღაცის დაგეგმებისთვის, ასე ვთქვათ, რისკი აქვს. ასე ვთქვათ, ტოპგამიწია, რომელიც დავამატო რაღაცა საკითხს. მეგობრებო, თქვენ იცით თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ, PR ტექნოლოგიების შესახებ, თანამედროვე მარკეტინგის შესახებ, ვთქვათ, შეიძლება PR ტექნოლოგიებს და მარკეტინგს იყენებენ მებრძოლი ადამიანების წინააღმდეგ. ესმა ერთხელ რომ იქნებით თქვენ საქართველოში და თქვენს მოგისურვებთ თქვენ ბევრს შემოგიერთოთ ის კორპუსი. თქვენ თქვენით იგრძნოთ იქ როგორი გარემოა, როგორი სიტუაცია, ნახეთ რა სუნიკი არის უბრალოდ გასულია იმ კორპუსში. ერთად დავითვალოთ რამდენი სასწავლო აუდიტორია არის, რამდენი სხვა გარემო, სხვა ინფრასტრუქტურა. ერთად შემოვიწყოთ ეს ძალიან მარტივი არის, აქმან მისმივი ადამიანის. ნახეთ რომ არაფერი იმ კორპუსში სადაც აშენდება. ის კორპუსი არის სამერცხუნე კორპუსი. ისეთ კორპუსში საერთოდ განათლება მიმდინარეობს, ეს არის ძალიან უცვლელი ამოიჩენს. მე არ მინდა ესე დავსრულოთ, რომ მოგიყვეთ იქ დეტალებზე, რამდენი ის არის, რა ქვია, ტუალეტი და ასე შემდეგ, ძალიან სამერცხუნე ეს არის ხუხულა და არა კორპუსი, რომელიც ჩვენ დაკავებული ვიყოთ. გარდა ამისა, ესმა აი მედიაში ეს გამორჩა თვითმართველს. სწავლის პროცესი შეფერხდა იმ კორპუსში. ეს არნიშნავს იმას, რომ სხვა კორპუსში სწავლა არ მიმდინარეობს. ჩვენი ფაკულტეტის დეკანატის წინააღმდეგ ჩვენ ბევრი არგუმენტი გვაქვს, ბევრი შეკითხვა გვაქვს, ბევრი ხალხს პრეტენზიები გვაქვს. არ მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ზოგადად მმართველობის წესის მიმართ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი სასახელოდ დამკვირვებლად უნდა ითქვას, რომ გადანაწილდა აუდიტორია. სხვა კორპუსებში მიმდინარეობდა სწავლა. სხვა კორპუსებში ყველას ჰქონდა სწავლის შესაბამისად გაგრძელების შესაძლებლობა. ერთადერთი შეფერხება, რაც სწავლასთან დაკავშირებით იმ კორპუსში სტუდენტებს ჰქონდათ, ეს იყო დაანგრეული დიქტაფონის და შტატი მოხდეული კამერის გამოტანის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ისედაც 1000 ერთხელ რომ დაანახებენ ხოლმე ამ კამერას და ამ დიქტაფონს იქ ადამიანებს. ასე ბრალდება, რომელიც თქვენაც ამიხსენებთ, რომ ამბობენ ამას. და უნდა გავსაუბროთ რა არის. სწავლა შეფერხდა, ეს არის არასწორი პრობლემა. არ შეფერხებულა ერთ კომპონენტში დაანგრეული დიქტაფონების და შტატი მოხდეული კამერების კომპონენტში იყო პრობლემა. სწავლა განახლდა. რაც თავი ესო აღმოჩნდა გენიალური ამბავი. რომ სტუდენტის მოვალეობა 80% არის სწავლა, მაგრამ 20% სტუდენტისთვის არსებობს. რომ მან გამოიჩინოს ემპათია, გამოიჩინოს სოლიდარობა, რაღაცა შეცვალოს საზოგადოებაში. მე არ ვიყავს ისეთი სტუდენტები, რომლებიც მხოლოდ სწავლობენ და არ აქვთ ემპათია საზოგადოებაში მიმდინარე პრობლემებისადმი. ეს გიორგი ძალიან ეს გამიგზავნა. სწავლობენ კიდევაც. დრო რჩება ემპათიის. აი ისიც თქვა ამ სამთვიელმა პროტესტმა საბოლოოდ რა შედეგი აი ხომ უნდა გითხრა სწორედ ჩემთვის რომ რა შედეგამდე მივხვდით. დღევანდელი მდგომარეობა აუდიტორია ასოციაციის ამაზე ცისობრალოდ შეიძლება. მოდით მე მოგიყვებით ამ კონკრეტულ ეს კონკრეტული პრობლემა როგორ გადაიჭრა. როგორც ვიცით, დარეგისტრირდა პარლამენტში კანონი მომდევნო განათლების შესახებ შესატანისულებები, რომელიც გულისხმობს შემდეგს. ამ კანონის მიღების შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სტუდენტს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს უნივერსიტეტის მართვის პროცესში. ანუ რეალურად ჩვენ მივახცეთ იმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის მართვის პროცესი იქნება გამჭვირვალე და დემოკრატიული. როგორც ვიცით, დღეს მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ ამ უნივერსიტეტის მართვის პროცესში მონაწილეობა. და მეორე ასევე
საბჭოებში მოხვედრა დღეს მხოლოდ შესაძლებელია თუ ხარ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და რეალურად ეს მიდგომა ათასობით სტუდენტს ტოვებს ამ უფლების მიღმა. და ასევე მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი რაც არის და რასაც პრინციპში მოყვა მთავარი რეზონანსი და ფიქრობ რომ ესეც უკვე გარეგულირდება. აღნიშნული კანონი გულისხმობს იმას, რომ ყველა სტუდენტს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, რომ თავისივე უნივერსიტეტში დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტები თუ იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, ამიცი კვლევითი საქმიანობა თუ ასე შემდეგ. როგორც ვიცით, ამ კვლევითაც დღემდე მხოლოდ სტუდენტური თვითმმართველობა სარგებლობდა და ისინი კვლევებს და კონფერენციების ნაცვლად აკეთებდნენ ფეხბურთის ტურნირებს და რაღაცა სპორტულ შეჯიბრებებს და ვფიქრობ, ესეც არ არის უმნიშვნელო, თუმცა იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ეს გლობალური მასშტაბით არის ძალიან მცირე წინგადადგმული ნაბიჯი, თუმცა მაინც წინგადადგმული ნაბიჯი. აი მე ძალიან საინტერესო საკითხი არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც წინა წელს ჰქონდა საკითხის გადაცემა, თვითმმართველობის წარმომადგენელმა იმ გადაცემაში შემოგვიყვება თქვა, რომ სინამდვილეშიო ყველა სტუდენტს აქვს უფლება, რომ პროექტები შეიტანოს და მოიგოს უნივერსიტეტის დაფინანსება. ერთადერთი რაც ამას სჭირდებაო არის თვითმმართველობის რეზოლუცია და მაგრამ არა თვითმმართველობის წევრობა და მისი თქმით ეს რეზოლუცია აბსოლუტურად ყველა პროექტს მათ დაასწროს, ასე ვთქვათ, ეს ბეჭედიდან. მისი თქმით გამოდის, რომ რეალური პრობლემა არ იქნებოდა. აი ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, როდესაც ეს კანონი ამოქმედება, თუ რამდენ პროექტს აკეთებდა რიგითი სტუდენტი კანონის მიღებამდე და რამდენს გააკეთებს კანონის მიღების შემდეგ და მარტივად დავწუნდებით აი თვითმმართველობის წევრის არის სიმართლე ვარიაცია თქვენ განისვათ ამ კითხვას. რამდენად სასიამოვნოა, ან რატომ უნდა გინდოდეს შენ როგორც სტუდენტს, რომ შენი თანატოლი შეაფასო, ისარი დაუწერო რეზოლუცია დაადოზე ხო, რატომ უნდა გინდოდეს ეს სული და პრივილეგია, არვითი აიხსნება ამ პრივილეგიის მოგის სული. დღეს მეგობრებო უნივერსიტეტში არის ბუმი და კარებთან არის რიგი. აი ამ კომიტეტის კარებთან თუ საბჭოს კარებთან, საგრადო კომისიის კარებთან არის რიგი. უამრავ სტუდენტს შეაქვს იქ პროექტი. უამრავმა სტუდენტმა პირველად სცადა პროექტის დაცემა. და ძალიან კომპეტენტური ადამიანები, მე არა ვარ ჩვენი რექტორის დიდი მაქებარი და ისი მხარდამჭერი, მაგრამ ძალიან კარგი ხალხი დააბრუნდა ეს კომისია. მაგალითად მარტო ის ხალხით, რომ ამ კომისიის წევრი არის ბატონი ოლივერ რაისნერი, უკვე საუკუნე არის მუშაობს ბატონი ოლივერ რაისნერი ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში კულტურისა და განათლების პროგრამებზე და ის არის ერთ-ერთი ამ პროექტების შემჩევი. კიდევ ბევრი საპატივცემულო ადამიანი არის იქ შესული. დღეს ეს კომიტეტი ყველასთვის თანაბრად ვიღაცას პროგრამშირის სტუდენტის რეზოლუციის გარეშე თავად წინასწარ გაწეული კრიტერიუმები ანაწილებს ამ თანხას და ამ თანხის მიღების შესაძლებლობა ესოც თქვენი ისი ეს ჯერ კიდევ უნივერსიტეტი ყოფილი უნივერსიტეტები არ არსებობს რა რომს მოიხსნეს მსოფლიო ეს მასაც არის შესაძლებელი შეგანისუფლება თქვენ თუ იმ უნივერსიტეტს ნახავთ და შეინახავთ ეს კანონის შეტანის შესაძლებლობა გიორგისაც და ყველას რა არის ამაში პრობლემა რა არის გაუგებარი რა საჭიროა ეს რეზოლუცია არის ის არავის და თელ ქვეყანაში თელ სოფლიოში ალბათ იშვიათად არსებობს პრაქტიკა როდესაც ერთ თანატოლს მეორე თანატოლთან მიმართები და რეზოლუციით პრევენციის უწოდება და ვისაც აქვს იმას ცვლება ხოლმე ამ რეზოლუციის ჩვენ არ ცვლებოდა ეხლა აღარ აქვს და ჩვენ ხელი შევწყვეტ იმას რომ მათ უკვე უფრო ნაკლები რამ გქონდეთ ხოლმე საციცხოვრო და უფრო ნაკლებად გქონდეთ ცდონება იმისა რომ ვიღაცას ზემოდან შეხედო ვიღაცა შეაფასო როცა თვითონია შესაბამისი და რატომ მოყვა ამას ამხელა პროტესტი სახელმწიფოს მხრიდან ამხელა თუ კი ეს ისეთი თქვა ცხადი ამბავი იყო და საკმაოდ მარტივი გასაკეთებელი რატომ მოყვა ამას გასაგებია თვითმმართველობის მხრიდან შესაძლოა ამას მოყოლოდა რაღაც მაგრამ სახელმწიფომ რატომ არ მოინდომა და რატომ გააწელა ეს პროცესი ძალიან მაღალ პროფესიონალობის შეკითხვა და ორი წინადადებით შეიძლება ვთქვას.
გადავხედოთ ჩვენს წარსულ პრაქტიკას. ყველა სტუდენტური ოფიციალური სტრუქტურა შექმნილი უნივერსიტეტის შიგნით ყოველთვის იყო ან პარტიის გაგრძელება, ან რაღაც სამსახურის გაგრძელება, ან სპორტის სამინისტროსთან დაკავშირებული, ან მერიის ახალგაზრდობის სამსახურთან დაკავშირებული და მათი ასე ვთქვათ გაგრძელება, მათი ინტერესების ლობისტი იყო კონკრეტულ დაწესებულებაში. და ამ ლობისტებს ბუნებრივია ჭირდება რაღაცა დაფინანსება, ამ ორგანიზებული ჯგუფის შექმნასაც ჭირდება რაღაც დაფინანსება. და სახელმწიფო პარტიები, რაღაც სამსახურები, მერია, სამინისტრო იყენებდა ამ სტუდენტურ ფულს და თანხას იმისთვის, რომ მათი ინტერესების გამტარებელი, დისციპლინირებული და ორგანიზებული ჯგუფები შეექმნათ უნივერსიტეტის შიგნით. დღეს ჩვენი თვითმმართველობა რომელ ჯგუფთან, რომელ ორგანიზაციასთან იყო დაკავშირებული ფორმალურად, არც ერთთან 2000 ფორმალურად თუ ვირჩევთ, ყველაფერი კარგადაა და ავშენდით და ვერ გამიგია. არაფორმალურად თუ ვირჩევთ, 2013 წლამდე ეს იყო ნაციონალური მუზეუმის უშუალო კავშირში იყო თვითმმართველობა და მე ამას არ ვამბობთ, რომ დაუხმოვდება ნაციონალურად. ეს მოჩანს კონკრეტულ ფაქტებში, რომ თვითმმართველობის პრეზიდენტები ხდებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გუბერნატორები, პარლამენტარები, თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, უშუალოდ სამსახურის მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. ამ უნივერსიტეტის შიგნით კანცლერები, მისი მოადგილეები და ასე შემდეგ. და პრივილეგიებს პოულობდნენ ამის. 2012 წლის შემდეგ უფრო მეტად მასზე აქცენტი გადაიტანა ჩემი აზრით, უფრო სერიოზულმა სახელმწიფო სამსახურებმა, რომელთაც უნდათ რომ უნივერსიტეტზე რაღაცა კავშირი ჰქონდეთ. და უსაფრთხოების სამსახურს თავისი გავლენის წილი აქვს, სპორტის სამინისტროს თავისი გავლენის წილი აქვს, მერიის სამსახურს თავისი გავლენის წილი აქვს და ქართული ოცნების ახალგაზრდობის წარმომადგენლებსაც აქვს თავიანთი საწესები. აი ახლა თქვენ თუ არ ვწდები, მე არაფერს არ ვერჩი მაგალითად სამეცნიერო წინადადებასაც უწყვეტ და გავჩერდე. უნივერსიტეტის თვითმმართველობამ შექმნა ადამიანის სტუდენტთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი. და ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნება გოგონა, რომელიც თუ არ ვწდები, გვარადარი გოგელაური. და თუ არ ვწდები, ახლო ნათესაური კავშირები აქვს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან. მე არ ვამბობ იმას, რომ ბატონო ბახტარ გოგელაური ოცნებს იმას, რომ თავისი ნათესავი იყოს უნივერსიტეტის რაღაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე თვითმმართველობაში, მაგრამ იმ თვითმმართველობაში არიან ექსცენტრიული და ქვეშევრდომული ფსიქოლოგიის ხალხი, რომელთაც უნდათ რომ ამ ნაბიჯით აციამოვნონ. გავლენიან ადამიანს, რომელიც რაღაცები დღესაც გრძელდება და ღმერთს მომდაბჭოს ამ ხალხს უკაი საქმეს გააკეთებს. ნამდვილად ისეთი თავისუფლება რჩებოდა, რომ ეს უკვე არა უნივერსიტეტთან დაკავშირებული პრობლემების მიგონების ბრძოლა, არამედ პოლიტიკური ბრძოლა და ძალიან სამწუხარო იყო ეს. თუ ესე გრძელდება, კიდევ ერთხელ ალბათ თქვენი პროტესტის მიხედვით ისევ რაღაც შეცვლილებები მოხდება ამ ფაქტში. მოდი გიორგისთან გადავიდეთ, შეიძლება შეკითხვით. აი თქვენ აქტიურ წევრებს, რა საფრთხების წინაშე დაადექით? ხო, იქნებოდა რაღაცა შევიწროების მომენტები, თუ შეიძლება ამაზე ეგ ესაც ხონდა რამდენიმე ხო, აი ამას შესახებ აუცილებლად ვისაუბროთ შეიძლება. ხო, მოკლედ ალბათ საზოგადოებისთვის ცნობილი ამბავია ის, რომ ჩვენს გააქტიურებას მაშინ მოყვა სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის გააქტიურებაც. იყო შემთხვევები, რომ ვიღაცებს არჩევი აკითხეს, მშობლებს დაემუქრნენ, ჩემს სამსახურიდან გაგათავისუფლებთ, უკმაყურის გარეშე დაგტოვებთ თუ შენი შვილი დაამძერებთ აქტიურობას და ასე შემდეგ. ანუ ეს არ იყო ერთი და ორი შემთხვევა, მას ჰქონდა მასობრივი ხასიათი, თუმცა ბუნებრივია ძალიან რთულია ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი, იმიტომ რომ შეიძლება შენს ოჯახს შეეძლოთ დაემუქროს საფრთხე, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ არსებობენ ჩვენ მოძრაობაში ისეთი ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ საჯაროდ აიმაღლა ხმა და კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა ეკუთვნით მათ ამ გამგედაობისთვის. ეხლა რაც ხდება საქმე რო აღძრეს აუდიტორიას უმეტეს წინააღმდეგ, ამაზე ეკესო გვეტყვის. ჩვეულებრივ როგორც
ძლიერ აქტიურ დაკავშირებით იყო ეს ჩემ შემთხვევაშიც. რაც შეეხება ახლანდელ კონკრეტულ პრობლემას, ზეწოლას, იღებს აუდიტორიას თუხმეტი. პირველ რიგთან დაკავშირებული ფაქტი განსაკუთრებით პირდაპირ ეთერი რომ მოგითხოვეთ საზოგადოებრივი მომსახურების ხარდამჭერი აქციის დროს. შევედით შენობაში, არაფერი არ დაგვიზიანებია, არანაირი ძალადობის მომენტი არ ყოფილა, არც პოლიცია არ ყოფილა შემდეგ, მაგრამ დაპირისპირება არ მომხდარა, არც ჩვენსა და პოლიციას და არც დაცვის სამსახურს შორის. შევედით უბრალოდ პირდაპირ ეთერი მოგითხოვეთ და წავიკითხეთ მანიფესტი, რათა გავაჟღერებინა იმ დროს ეს აქტუალური, დღემდე აქტუალური თემა აზოტის პრობლემები რუსთავში რაც ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით ავიძრა სისხლის სამართლის საქმე 2019 მუხლით ფილმოს კლუბის ხმობს მიეძრებს ეს მუხლი და გუშინ იყო ერთ-ერთი ჩვენი წევრი დაკითხვაზე, თუმცა ეს იყო ნებაყოფლობითი, მანუალი განაცხადა და სავარაუდოდ საქმე გაგრძელდება სასამართლოში. რა თქმა უნდა, მიმიჩნევთ, რომ გავუქებულია ეს ყველაფერი, გამოძიებაც არ არის საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან არ ვთვლით, რომ რამე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინეთ, თუმცა გავგრძელდეს სასამართლოში და გამოჩნდება, რა თქმა უნდა, დამაშავებული თავისუფლად დამაშავებული და ასე. ეს სამართლებრივ საკითხებზე აღარ მოდექი, აუცილებლად გითხოთ, თქვენ ამ შემთხვევაში აზრი, ზუსტად სამართლებრივი თვალსაზრისით იგივე აინერებს კორპუსის დაკავებაც რაღაც ეტაპზე სამართალ დაბლობა არის. და ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ეს არ გამოიყენა, ასე ვთქვათ, ეს შემთხვევა, არ მოხდეს ექსპლუატაცია და თქვენ როგორც სამართალ დამკვირვებელს არ ცევიათ და ვთქვათ, აღმოითხოვეს თქვენი გასხვეიდან სამართლებრივი იგივე პოლიციის სხვადასხვა დაცვის სამსახურის მეშვეობით და ასე შემდეგ. რატომ მოხდა, როგორ მოხდა ეს და რატომ მოხდა ეს უკვე პირველი ახის შემთხვევაში რატომ მოხდა ასე? სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ყოფილიყო შესაძლებლობა, როგორც უბრალოდ არც აცბობს, რომ სტუდენტებს დაუპირისპირდეს, ძალიან უხეში ფორმა იქნება ჩემი აზრით ეს. როგორც უკვე ვახსენე, პროტესტის ფორმა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ, არ არის ახალი. ხშირად ხდება დაკავებაც ნაცნობი პრაქტიკა, ზოგი პრაქტიკას გადავხედავთ. მე პირადად ვერ მეთქვით, რომ მათ მიზეს რაშინიცინებაზე საუბარი, მხოლოდ ვარაუდები შემიძლია გამოთქვა. და საზოგადოებრივ მოწყობილობასთან დაკავშირებით ასეთი გაშერება, რომ იანთაძემ და სხვა წარმომადგენლებმა ტელევიზიის განცხადებები გააკეთეს, რომ თუნდაც იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და შეიძლება ეს ჩათვალოს უშუალოდ სამსახურმა, რომ დასაყრდნილი ყოფილიყო და შემთხვევით აღიძრა გამოძიება. თუმცა შემდეგ უკვე უარყვეს, რომ მათ უბრალოდ განცხადება გავრცელეს და არანაირი პროცედურა არ მოხდათ. გიორგი, მე აუცილებლად გითხოთ, ეხლა თქვენ შიშროების სამსახურზე, უსაფრთხოების სამსახურზე რადგან მივედით და ამაზე საუბრობთ, რა ინტერესი შეიძლება გქონდეს უსაფრთხოების სამსახურს იგივე უნივერსიტეტში, რომ ყავდეს თავისი გავლენიანი ჯგუფი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ესეთი საინფორმო კვლევები რაღაცები არ ხდება, რამაც თქვათ შესაძლოა რაღაცნაირად სახელმწიფო უსაფრთხოებაზე გავლენები მოახდინოს. იქ რამე ისეთი ძალიან წარმოუდგენელია, რომ ხდებოდეს, რამაც შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების გავლენა მოახდინოს. ან იგივე სახელმწიფო საიდუმლოებასაც ნაკლებად ფლობს SEU და თქვათ უნივერსიტეტი და იქ აკადემიური პერსონალი და ასე დაინტერესდა. მაშინ რა მიზეზით, რატომ იგივე აი უნივერსიტეტის პირველ რიგში მინდა კესოს საკითხი დავაგრძელო ორიოდე სიტყვით. ანუ აქ ვფიქრობ, პირველი მთავარი კითხვა რაც უნდა დაისვას, რატომ ეძლევა ამ მოქმედებებს, რომელიც განახორციელა აუდიტორიას 15-მა ვიღაცების მხრიდან დანაშაულის კვალიფიკაცია. ანუ რატომ არის დანაშაული ის, როდესაც სტუდენტები
პროტესტის ნიშნად იკავებენ თავისსავე აუდიტორიას და მოითხოვენ უკეთესი განათლების სისტემას. სად იკვეთება აქ დანაშაულის კვალი და არ ვიცი, მე მგონი ეს საკითხი ვფიქრობ არც უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან თუნდაც ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, თუ არ ვიცი, ამაზე მეტი პრობლემა არ არის ქვეყანაში, კარგად ყოფილა ყველაფერი და რაც შეეხება უშიშროების სამსახურს, აქ საუბარი ვფიქრობ არ არის არც სახელმწიფოებრივ საიდუმლოებაზე და ასე შემდეგ. აქ უშიშროების სამსახურის მთავარი მოტივი არის ის, რომ სწორედ ასეთი ჯგუფების არსებობით, როგორც არის თვითმმართველობა და ასე შემდეგ, გაანეიტრალოს ის მოსალოდნელი ბრჭყალებში საფრთხე, რომელიც შეიძლება წამოვიდეს უნივერსიტეტის სტუდენტების და ლექტორებისგან. და რისი მაგალითიც იყო და რისი მაგალითიც არის სწორედ აუდიტორია 115, რომელიც ჩვენ საზოგადოებაში იქცა ჯგუფად, რომელიც აჟღერებს იმ მთავარ საკითხებს, რომელზეც პრინციპში არ საუბრობს არავინ, ან საუბრობს ძალიან ცოტა. და სწორედ ეს რეალურად არის ვერკეტი, არამოსაფრთხოების საკითხი, არამედ ვერკეტი და საბაბი ისა, რომ რაღაცნაირად ჩვენი უსაფრთხოების ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრი რაღაცნაირად პროცესს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური როგორც წესი ინტერესდება ისეთი საკითხებით, რომელიც არ შედის მის კომპეტენციაში. ჩვენ წარსული მაგალითებიდან წლების განმავლობაში ხედავდით უშიშროების სამსახურის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებს პოლიტიკურ პარტიებზე, აქტივისტებზე და ასე შემდეგ. და სწორედ ამის ეფექტი გამოვლინება არის უნივერსიტეტში და იგივე მიზეზს ემსახურება უნივერსიტეტში უშიშროების სამსახურის აქტივობა. და ერთი რამ და ამოწმოთ უნდა შეიძლება შესაძლოა აუდიტორია სრული გასწორებული შეუძლია. აუდიტორია 115-ის ყველა წევრს აქვს უდიდესი პატივისცემა უშიშროების სამსახურების მიმართ, თუ ეს უშიშროების სამსახურები ებრძვიან რუსულ გავლენებს საქართველოში. თუ ეს უშიშროების სამსახურები ებრძვიან მათ თურქეთის იმპერიალისტურ იმპერიებს საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ეს უშიშროების სამსახურები ებრძვიან ISIS-ს, თუ ეს უშიშროების სამსახურები აჩერებენ ტერორისტული აქტების მცდელობას, რომელიც შეიძლება ვიღაცასწორდეს, შეიძლება არ არის. ამ საქმეში ჩვენ თუ რამე შემიძლია მივახმარებით, ამ სამსახურებს გვერდით დაუდგებით, რუსულად წარმატებებს, რუსულად ყველაფერ გარს ამ საქმეში, მაგრამ როდესაც ვიღაცას სურს, რომ თავის წარმომადგენელი ყავდეს კაცად, თავის წარმომადგენელი ყავდეს პროფესორად, თავის წარმომადგენელი ყავდეს ყველაზე ორგანიზებულ, დაფინანსებულ, დისციპლინირებულ, ჯარის დისციპლინის მქონე სტუდენტურ ჯგუფში. თუ ვიღაცას სურს, რომ დემოკრატიული პროცესი შეაფერხოს და სტუდენტებს ხელი შეუშლოს, თავიანთი დემოკრატიული პოზიციების გამოთქმაში და გამოხატვაში. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ არ გვინდა ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციას, რომ უშიშროების სამსახურები დასუსტდნენ და ქვეყნის უსაფრთხოებას და მის საზღვრებს შეექმნათ ასე ვთქვათ პრობლემა და რაღაცა აირიოს სამყაროში. არასოდეს ჩვენ არეულობას, ჯარს და გუნდს, რომელსაც ეხება ძალადობრივი და არაკანონიერი ფორმა, ხელს არ შეუწყოთ. მაგრამ ეხლა რაც თქვა, ეს ამასაც უნდა გამოვიხატოთ. კარგი უნივერსიტეტი არ შეუძლია მხოლოდ ფორმალური მახასიათებლით და მე და ეს ხშირად ვისაუბრე ესეთ თემებზე. ვიცი, რომ ეს მას თვალსაჩინო ძალიან დიდია იურიდიული კაზუსების თუ შემთხვევების გაანალიზების დროს. კანონის სულისკვეთებასაც მოახმიშურებო. კანონის ღირებულებით შინას და არა მხოლოდ ფორმალურ შინას, თავისი მნიშვნელობა. და ჩვენი ყველა კანონი ყველა წესი იმას უნივერსიტეტის სივრცის ნაწილი. ყველა კანონი ღმერთის მიერ დადგენილი კანონი და ადამიანის მიერ დადგენილი კანონი უნივერსიტეტში ჩვენ უნდა ვწოდოთ რაღაცებს, ჩვენ უნდა ვიღებდეთ გადაწყვეტილებას. ეს წერია ჩვენს ხელშეკრულებებშიც, რომელიც გაფორმებული იყო უნივერსიტეტში. შესაბამისად, როდესაც ხედავთ ჩვენ ეს ხელშეკრულებები, ეს ჩვენი ღმერთის და ადამიანის მიერ დადგენილი კანონი უნივერსიტეტთან მიმართებით არ რეალიზდება. ამ უფლებების მოპოვებისთვის დავჭრათ საერთოდ ერთი რომ გავუხატოთ პროტესტი, რომლის ასევე უფლება გვაქვს ჩვენ. და ეს პროტესტი გავუხატეთ. ჩვენ არც ვინმე ეს რა ქვია ლექტორების შემოდიოდნენ წინააღმდეგ ამ შენობა
დანარჩენი არაფერი იქ არ დარღვევა. მესმის რომ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით შეიძლება რაღაცა ხარვეზებთან კონდეს საქმე, მაგრამ თუ კანონის სულისკვეთებას შევხედავთ და სხვა კანონებს შევხედავთ და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს შევხედავთ, ჩვენ შეგვეუბნება რომ ვიბრძოლოთ ამის პიარიზებისთვის და ეს გავაკეთებთ და ვიცი რომ ეს მარია შეგვიძლია დავუყოთ რამდენიმე ნაწილად. მაგალითად არის ერთმანეთ ხასარცოს სკოლის განყოფილების და ჯანმრთელი იყოს ყოველთვის ბატონი ლევან ალექსიძე, რომელიც ყოველთვის არის ძალაუფლების მხარეს. და შეგვიძლია გამოვხოთ ჩვენ ლევან ალექსიძის ტიპის მეთოდები, რომლებიც გინდა კომუნისტები იყვნენ მთავრობაში, გინდა ფაშისტები, გინდა ზვიადი, გინდა შევარდნაძე, გინდა მიშა, გინდა გრიშა, სულ არიან ის მხარეზე, ვინც არის უმრავლესობაში და მთავრობაში. მე ჩემი თვალი ნანახი როგორ ხდება ეს პროფესორი დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლებს, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლებს, როგორ ესაუბრება და ასე შემდეგ. მე მასზე კონკრეტულად ვსაუბრობ, ესეთი არის მასოვნად პროფესორა უნივერსიტეტში. შეგვიძლია უწოდოთ მათ ლევან ალექსიძის ტიპის პროფესორა, რომელიც არის ჩუმად, კონკურსში არ ჩავაგდოთ, კათედრა არ დამიხურონ, კაბინეტი არ დამიხურონ, არაფერზე ხმას არ არის. მეორე ნაწილი პროფესორების არის ადამიანები, რომლებსაც უყვართ რაღაცები პოზიციების გამოხატვა. მაგრამ მაინც ამ პოზიციების გამოხატვაში არიან მოკრძალებული. ისე საზღვარგარეთაშორისო დაასრულებლის სიტყვას, კი არიან რასაც აკეთებთ. და ამას კეთებია. არა საქმეზე რომ იდგება, საწინააღმდეგო პოზიციასაც გამოხატავენ და ანუ არიან ოლიმპოს მთაზე და თუ პარნასის მთაზე იქიდან გაკრიტიკებენ და ხანდახან შეიძლება შეგავდეთ. მაგრამ არის ძალიან მცირე რაოდენობა პროფესორებისა, რომლებსაც რაღაც ხმალი არ მოუღიათ და დანარჩენი ყველაფერი მისი საშუალებით იბრძვიან და განსაკუთრებით ეს პროფესორები კონცენტრირებულები არიან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში. ეს რა განმეორებაა და როგორი ფორმაა, მე არ ვიცი რა განაპირობებს სოციოლოგიური კვლევის შედეგები გვაჩვენებს ამას, მაგრამ ეს მიმართულება არის. ალბათ მცირე ცოტა სხვა ღირებულებითი პერსპექტივიდან, მაგრამ მისი სივრცეს აბასიოლოგი, დაღესტნის მთები და ალბათ მცირე ეკოს კვაცებს ფორმებს ჩვენი ბრძოლისა და არიან ესეთი გამორჩეული პროფესორებიც, მაგრამ მათი რაოდენობა სამწუხაროდ არის ძალიან მცირე. პროფესორებზე მიდგას საქმე მე ოსმალ გიორგის უნდა ვკითხო ამ შემთხვევაში. პროტესტს მიღმარას, პროტესტამდე ვთქვათ, ხო, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურის თუ სხვა სამსახურების გავლენები ვრცელდებოდა უნივერსიტეტზე და შეიძლება დღემდეც ვრცელდება პრინციპში ამათ დოზით ალბათ არ მოიძირყვა მაინც პროფესორებს, სტუდენტებს ჩვეულებრივ პირობებში ეს ყველაფერი რა გავლენას ახდენდა და ახდენს აი ჩვეულებრივ პირობებში რიგით პროფესორზე, რიგით ლექტორზე, სტუდენტზე, აი თუ ხსნაირად შემთხვევა, როდესაც ვიღაცა პროფესორის თქვათ რაღაცა კვლევა დაიბო ან არ გაკეთდა იმის გამო, რომ იქ არ ვიცი, ხელისუფლების მიუღებელი რაიმე იდეები უიღებდა თუ რომელიმე გავლენები. არა, ჩვენ უამრავი ფაქტი გვახსენდება, როდესაც პოლიტიკური ნიშნით ადამიანებს დევნიდნენ პროფესორებს დევნიდნენ უნივერსიტეტში, თუმცა მე მგონი ეს წარსულს დარჩა და იმედია მსგავს ხატი აღარ ექნება და რაც შეეხება უშიშროების სამსახურს კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჩემი აზრით მათი მთავარი ფუნქცია უნივერსიტეტში, თუ რატომაც არიან ისინი დაინტერესებული იყო საუბარი ოდერის ინსტიტუტზე და ასე შემდეგ, არის სწორედ იმ შესაძლო საფრთხის ჭალებში განეიტრალება, რომელიც შეიძლება დაიწყოს უნივერსიტეტში, როგორც ვიცით, უნივერსიტეტი ისტორიულად იყო საპროტესტო მღელვარების ადგილი, სწორედ აქედან იწყებოდა სხვადასხვა დიდი მოძრაობები და ცვლილებები ზოგადად და შესაბამისად ადამიანებს, რომელსაც სურთ არსებული სიტუაციის შენარჩუნება და არ სურთ ცვლილებები, ბუნებრივია ისინი ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ პირველ რიგში გააჩუმონ უნივერსიტეტი. და აი ეს მას კითხვას დავამატებ, რომ შეიძლება
ჩვენ არავით ის ხალხი რომ ვერ დავინახოთ პროგრესი. ხო, ადრე იყო შემთხვევები, როცა პროფესორებს პოლიტიკური ნიშნით ხდით. უნივერსიტეტის ფანჯრებიდან ზოგჯერ და ამ ტუალეტში აღუშვებდნენ და ან გარანტობაში შამპანს ჭამდნენ და ასე შემდეგ. ეს მეთოდები იყო. დღეს ეს ნაკლებად შეიმჩნევა, რომ პოლიტიკური ნიშნით ვინმე გაათავისუფლო. ეს არის უკიდურესი იშვიათობა და ეს შემიძლია თქვენი ვირუსად ჩადიოდეს. მაგრამ ისე როგორც ვთქვათ, მსოფლიოს ათელს ჩვენს ქვეყანას, ასევე უნივერსიტეტსაც აწუხებს ტექნიკის პრობლემა. კვალობის პრობლემა. არის კვალები, რომლებიც იმიტომ კი არ დაგჩაგრავენ შენ რომ ისი ის არა ხარ აქვია ქართული ოცნების წევრი არ ხარ რაღაცა პარტიული ნიშნით კი არ დაგჩაგრავენ. უბრალოდ შეიძლება რომ დაგჩაგრავენ რომ არ ხარ მათი კლანის, მათი სანათესაოს, მათი ტომის უყარული დაშლის. ლევან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩები. მოდი პირველად დაკავშირებით. აი რა საფრთხები გინდით რომ რომელზეც შეიძლება ჯარი მივიწევთ. ამის შესახებ ვისაუბრებთ. მცირედ და პროფაქტიურად ამ რომელი მუხტაც მიმდინარეობს გამოძიება არის სხვადასხვა სასჯელები წყალებში რომ ვთქვათ ერთ-ერთი მათგანი პალესტინელებს ჯარიმას თანხის სახით მეორე არის შრომა საზოგადოების ის რომელსაც ისედაც მასულა და პარტიულობასაც იტყობინებს მცირე ვადებით გააჩნია როგორც გააგრძელება გამოძიება და მაგრამ თავი პრობლემა სასჯელში და სანქციაში არის რომ შავი ლაკა მეც ნასამართლებელი იქნები გიორგისთან ესოც და ვიღაცა რომ მოკლა კაცი და გამოყარების ისიც რატო რა შეცდომთ ეს შავლაკად შეუშლის თქვენს მომავალ ცხოვრებას ხავს რა თქმა უნდა. მე გისურვებ ძალიან დიდი ბოდიში ფაქტობრივად რო ამოიწურა და მოდი დავუშვებ დიდი